ვარ ნატაშაინიძე 7 წლის. ვსწავლობ ქედის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა და ჭადრაკი. უფრო მეტად მიყვარს ჭადრაკის თამაში. ჭადრაკის თამაში რო დავიწყე, ვიყავი 5 წლის. ჯერ მასწავლა ჩემმა ძმამ და მე შევედი ჭადრაკის წრეზე. ჩემი მწვრთელია ნესტან მახაჭაცი. ჭადრაკში ყველაზე ძნელი არის შამათის ჩასმა. ყველაზე ადვილი არის ფიგურების გამოყვანა. ჩემი საყვარელი ფიგურა არის ლაზიერი. მიყვარს თეთრებით თამაში, იმიტომ რომ უფრო მეტს ვიგებ თამაშის დროს. ადრე ვიწყებ და მაქვს მეტი სვლა. უკვე მონაწილეობა მივიღე 6 შეჯიბრებაში. ორჯერ ჭარაზე ვიყავი და ორჯერ საქართველოსზე და ორჯერ მსოფლიოში. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა სოფლიოზე რა ვითამაში. კარგად ვითამაში და ავიღე 5 ქულა. მე მინდა გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. ჭადრაკს ხშირად თამაშობ ჩემ ძმასთან ერთად. ხშირად ვაგებ, მაგრამ როცა არ ფიქრობს ვიგებ. ჩემს ოჯახში რომ ჩატარეს ჩემპიონატი, პირველ ადგილზე გავა ჩემი ძმა. მეორე ადგილზე გავარ მე. მესამე ადგილზე გავა დედიკო და მეოთხე ადგილზე დაიკავეს მამიკო. ჩემი გეგმა რომ კიდევ ვითამაშო ჭადრაკი 15 წელი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან კარგი კლასელები ყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ემილი ბერიძე. ყველაზე მშვიდი არის მარიტა. ყველაზე ბედნიერი მგონია ნია შარაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ვა ლამაზი გოგო და მიხდება გაპრანჭო. მე ვიპრანჭები სარკეს სამდგები, ვისვამ პომადებს, ვივარცხნით მებს და ვიკეთებ საყურეებს. გაპრანჭოს შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარს უმრობა ცირა დეიდასთან. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელი არის თამარ ბერიძე. იმიტომ რომ ლამაზია, მეხუტება და მხიარული არის. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოჭადრაკე. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მუსიკის მასწავლებელი. მუსიკა ახლაც მიყვარს და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და ვუკრავ ფორტეპიანოს. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ორი ხელი ჩქარა დაკვრა. ყველაზე მეტად გამიადვილა და ნოტების სწავლა. ერთჯერ სკოლაში მქონდა კონცერტი და იქ დავუკარი. კარგად დავუკარი და ყველას მოეწყო. კონცერტის მერე დედიკო მაჩუკა ყვავილები. ყვავილები და მე ვგავარ გვირილას. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ ეს რიცხვი ძალიან მიყვარს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და ერთი კიდე ძმა. ჩემი ძმა არის 12 წლის და ქვია ლაშა. ის არის ხიარული, ჭკვიანი და ზოგჯერ ნერვებს მოშლი. ისე კარგი ბიჭია და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ლაშა რო გაიძება, გამოვა მშენებელი. მამიკო არის ხიარული, მუშავე და ზოგჯერ სურვილებსაც მისრულებს. დედიკო არის ლამაზი, თბილი და ჭკვიანი. მე ვარ დედიკოს გოგო. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ყველიანი მაკარონი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ეზოპეს 200 იგავი. ჩედოსუნი ჯოხი რომ მქონდეს, მამიკოს გავჩენდი ახალ მანქანას. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გერმანიაში. წინა მონაწილემ დამეტოვა ასეთი შეკითხვა. ნატა რო არ მერქოს რა მერქმეოდა. მე ნატა დამარქვა ჩემმა ძმამ და ეს სახელი ძალიან მოწონს. მაგრამ ნატა რო არ მერქვას მერქმეოდა ნინო. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის Samsung-ი ტელეფონი. სხვათა შორის საჩუქრები ძალიან მიყვარს. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუკა კანფეტები და ტკბილეული. წელს მინდა მაჩუკოს ლამაზი კავა. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 40 წლის და მას ქვია გიორგი. ბედნიერება არის ჭადრაკში თამაშის მოგება და დედიკოზე ჩახუტვა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.